სანამ დავიწყებთ ბარსელონაში ბასტურით მოგზაურობას, გთხოვთ თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი, დალაიქეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი, ასევე დაგვიწერეთ კომენტარები. დაიწყო ჩვენი შემდეგი კრუიზის დღე. ჩამოვედით ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში, უკვე ტრადიციულად დილით მოვედით ბუფეტში. ახლა შევჭამთ და გავდივართ ქალაქში. აქ იერი ბარსელონა. გამოვედით ტერმინალიდან, ახლა უნდა დავიჭრე შატლ ბასზე. აი ასეთი ლურჯი ავტობუსია და წერია კრუიზ ბას. ავიღეთ ბილეთი და ორივე გზის ბილეთი ღირს 4.5 ევრო. და უკანა გზას უნდა ვანახოთ იგივე ბილეთი. მოვედით ბოლო გაჩერებასთან. კოლუმბის ძეგლთან და ახლა უნდა ავიღოთ ბას ტური ბარსელონა სიტი ტურ, ასეთი წითელი ავტობუსი. და დაიწყო ჩვენი ბარსელონის ტური. შევიძინეთ ჰოპ-ონ-ჰოპ ავტობუსის ბილეთები, რომელიც არის 24 საათიანი. და ბილეთის ფასი იყო 33 ევრო. ალბათ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ასეთ შეზღუდულ დროში დავათვალიეროთ ბარსელონა მაქსიმალურად ბევრი ადგილი რომ ვნახოთ, მაგიტომაც ავარჩიეთ ეს ტური. ახლა ვარ მონჟუიკზე. სპორტსმენებს ძალიან უყვართ ეს ადგილი და ძალიან ხშირად ავადიან აქ. ახლა ვარ მეათე გაჩერებაზე. ობალ ესპანიოლ. ეს ადგილი არის სოფელი, რომელიც აშენებული გამოფენისთვის, მაგრამ ადგილობრივებს იმდენად მოეწონა, რომ გადაწყვიტეს დაეტოვებინათ ქალაქში. ნატალის ცხელა და არაფერი არ უნდა. ისევ გემზე უნდა და ჯამა უნდა. რა თქმა უნდა, ბარსელონა დიდი ქალაქია და დღეს ვერ მოვასწრებთ სრულიად ნახვას, მაგრამ განახებთ ამ ტურის ძირითად სანახაობებს. აქ არის ტაქსები, რომლებიც შავებია ყვითელი კარებით. ბარსელონა კატალონიის დედაქალაქია, სადაც არის ორი ოფიციალური ენა, ესპანური და კატალონიური. ნატალის რაღაც ძალიან ცხელა. ეს ჟუან მიროს პარკია, სადაც არის ქალის და ჩიტის ქანდაკება. ეს არის ბარსელონას ფეხბურთის მოედანი. ახლა ვართ დიაგონალურ გამზირზე, რომელიც 11 კილომეტრია და არის ბარსელონას ერთ-ერთი მთავარი ქუჩა, რომელიც მას დიაგონალზე კვეთს. ქალაქის ერთ-ერთი მთავარი არტერია, სადაც არის ბევრი სავაჭრო ცენტრი და ოფისები. ეს სახლები აშენებულია მე-19 საუკუნეში, მოდერნის სტილში. იმ დროისთვის ბარსელონის მდიდარ ფენას უნდათ გამოეჩინათ თავი და ჰქონდათ უნიკალური სახლები და ამისთვის იწვევდნენ საუკეთესო არქიტექტორებს, რომლებიც ქმნიდნენ თავის შედევრებს. კასა ბატლიო, იგივე ბატლიოს სახლი, კიდევ ერთი გაუდის მიერ დაპროექტებული მოდერნისტული საოცრებაა. ეს ყოფილი თაუნჰაუსია, რომელიც აშენებული იყო ბატლიოს ოჯახისთვის, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში. მისი არაჩვეულებრივი გარე დიზაინი, მდიდრული არქიტექტურა
ბუნებრივი ფორმები ძალიან შთამბეჭდავია. გაუდის სხვა ნამუშევრების მსგავსად, ესეც არტ-ნუვოსა და მოდერნიზმის სტილის ნაერთია. შენობას რამდენიმე სწორი ხაზიც აქვს, თუმცა უმეტესად გარეთა ფასადი შემკულია დატეხილი კერამიკის ფილების ფერადი მოზაიკით. ველოსიპედები და მოტოციკლეტები ძალიან პოპულარული ტრანსპორტია ბარსელონაში. აქ არის ველობილიკები, რომლების ჯამური სიგრძე შეადგენს 180 კილომეტრს. ტრიუმფალური თაღი აშენებულია 1888 წელს. იმ მიზნით, რომ იგი ყოფილიყო მთავარი შესასვლელი ჭიშკარი ბარსელონას მსოფლიო გამოფენაზე. თაღის წინ არის ქვის ქანდაკება, რომელიც ბარსელონას მასპინძლობის სიმბოლოა. წითელი აგურის ნაგებობაზე მოჩანს სკულპტურული კომპოზიციები, აგრეთვე ესპანეთისა და მისი პროვინციების გერბები. ამ თაღის გავლით ულამაზეს პარკში მოხვდებით, სადაც ნახავთ უამრავ ქანდაკებას, მათ შორის ყველასთვის პოპულარულ ქალი ქოლგით და მამონტი. ასევე აქ არის გეოლოგიის მუზეუმი, ორანჟერია, ზოოპარკი, სადაც 300-ზე მეტი სახეობის ცხოველია. ახლა მოვედით პორტ ველში, ბარსელონას ძველ პორტში. წარსულში ეს პორტი ესპანეთის ყველაზე მნიშვნელოვანი პორტი იყო, რაც ბარსელონა აქცია ესპანეთის ერთ-ერთ უდიდეს და უმდიდრეს ქალაქად. იქ არის საბაგირო, საიდანაც შეიძლება მონჟუიკ მთაზე ასვლა. ეს არის ბარსელონეტა სანაპირო. Discovery Channel-ის მიხედვით არის მსოფლიოს 3 საუკეთესო ურბანული პლაჟიდან ერთ-ერთი. ტურისტულ სეზონში უბრალოდ შეუძლებელია თავისუფალი სივრცის პოვნა. ეს ორი შენობა ყველაზე მაღალი შენობებია ბარსელონაში. აქ არის ასეთი ქვიშის სანაპირო. ეს გაჩერება არის პორტ ოლიმპიკ. მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ეკონომიკური, საგამოფენო და კულტურულ-სპორტული ცენტრია. ასეთი გავლენა მას მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ გლობალურ ქალაქის სტატუსს უმღარებს. ქალაქი ასევე არის ფართო ავტოსტრადების ქსელი და წარმოადგენს მაღალ სიჩქარიანი რკინიგზის კვანძს, რომელიც ესპანეთს საფრანგეთთან და დანარჩენ ევროპასთან აკავშირებს. ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი სტუმრით ბარსელონა მე-16 ყველაზე მონახულებადი ქალაქია მსოფლიოში და მე-4 ევროპაში. მას აგრეთვე მიანიჭა ევროპის მე-4 საუკეთესო ბიზნეს ქალაქისა და ყველაზე სწრაფად გაუმჯობესებადი ევროპული ქალაქის სტატუსი. Შემოვედით საგრადა ფამილიის გაჩერებაზე. აქ ათასობით ხალხია. საგრადა ფამილია არის გაუდის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, რომელსაც მუშაობდა მთელი ცხოვრება და სამწუხაროდ ვერ დაამთავრა, რადგან მატარებელი დაეჯახა და გარდაიცვალა. მშენებლობა მიმდინარეობს 150 წელიწადზე მეტი. მიუხედავად იმისა, რომ შენობა დაუსრულებელია, ის მაინც იზიდავს მილიონობით ტურისტს თავის დიზაინის და ორიგინალურობის გამო. როცა მშენებლობა დამთავრდება, ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე მაღალი ეკლესია მოდერნის სტილში. გაუძი ამბობდა, რომ უნდა ააშენებინა ბიბლია ქვაზე. კედლებზე გამოსახულია ძალიან ბევრი მოვლენა ხალი აღქმიდან. როგორც ამბობენ 2026 წლისთვის უნდა დამთავრდეს მშენებლობა. ახლა მწვანე ხაზიდან უნდა გადავიდეთ ისევ წითელ ხაზზე და დავბრუნდეთ იგივე ლოკაციაზე კოლომბის ბერგთან, საიდანაც დავიწყეთ ჩვენი ტური.
აქ არის პარკ გუელის გაჩერება. პარკ გუელიც არის გაუდის ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარი. ძალიან ცხელა, არის კი დაშვებას. ჩამოვედით ისევ იგივე გაჩერებაზე, საიდანაც დავიწყეთ, კოლომბის ძეგლთან და ახლა უნდა ვიპოვოთ შათალ ბასი. აი მინიშნება ნიშანი არის კროიზ ბას. აი ამ რკალებთან არის ავტობუსების გაჩერება. მოვედით გაჩერებაზე, სადაც დგას ლურჯი ავტობუსები და უწერია კროიზ ბას. დაგვერდით MSC-ს ავტობუსები, თუ პირდაპირ გემზე შეიძენთ ბილეთს. MSC-ს ბილეთის შემთხვევაში ბილეთი ღირს 10 евро, მაგრამ თუ პორტის ავტობუსს აიხებთ, ღირს 4,5 евро და ზუსტად ერთი და იგივე ადგილას მოდიან. ხელი ბარსელონას მერე ისევ დავბრუნდით გემთან. არასდროს აღარ წამოვალაში ძალიან სიცილეში. რომ ვერ იღებ მისია მომებას ადგილებისგან, რაც უნდა ნახო. სხვა სადაც ვიყავით, ყველგან ესეთი სიცხე იყო, რასაც აიგანდი. აღსაძვრის სიცხეა. მაგრამ წითელი ბასის ახება სწორი გადაწყვეტილება იყო. იმიტომ რომ ამ სიცხეში იმის ნახევარშიც ვერ ვნახავდით, რაც ვნახეთ ავტობუსით. ბარსელონა, შედაბრაცული ნატალი. ჩვენი გემი ბარსელონაში მოგზაურობისას, რა თქმა უნდა აღინიშნოს, რომ ქურდობა ძალიან გავრცელებულია, იმიტომ რომ მსოფლიოს ყველა, ასე ვთქვათ, გამოცდილი და პროფესიონალური ქურდი მიდის ბარსელონაში, რადგან მან არ არსებობს კანონი, თუ ნიფტი მოყარულია 400 ევროზე ნაკლები, მაშინ ეს დანაშაული არაა და ან თქვენ მაგალითად თუ წინააღმდეგობას გაუწევთ ქურდს, ამ შემთხვევაში პოლიცია დაგსვით თქვენ. ასე რომ ამით ქურდები ძალიან სარგებლობენ და ქურდობა ძალიან გავრცელებულია ბარსელონაში. ჩვენ კი მოვედით თუ გამოვდივართ გემზე, ოქრო შემოვედით სეგრილეში. ჩვენ არც გვქონდა მოლოდინი რომ ვნახავდით მთლიან ქალაქს. ბარსელონა იმდენად დიდი ქალაქია, რომ 4-5 საათში შეუძლებელია მონახულება, ასე რომ ავტობუსის ტური იქნება კარგი ვარიანტი, მაქსიმალურად სწრაფად, რომ ნახოთ ძირითადი სანახაობები. მოვედით საჭმელად კუთხეში, ავიხეთ სხვადასხვა ტრადიციული კუთხეების საჭმელები, ავურიეთ ყველაფერი და ახლა ყველაფერს. გავიდა გემი ბარსელონას პორტიდან. ყველაფერი დღე ვიქნები ზღვაში და დეტალურად გადავიხებთ მთლიან გემს, რაც კი გვაქვს ნანახი ამ 2 დღის განმავლობაში, ეს იმის ნახევარია არის, რაც კი არის საინტერესო გემზე. ამ კრუიზო გემთან შედარებით ჩვენი გემი ოზარმაზარია და სიმაღლიდან უყურებთ ამ გემს. ყოველდღე ნომერში მოვაქვთ აი ასეთი ყოველდღიური პროგრამა, რომელიც ყოველდღე სხვადასხვაა და აქვე დევს დღის შემოთავაზებები, სხვადასხვა მაღაზიებში ფასდაკლებები, მაგალითად თუ დავჯავშნით კიდე ახალ კრუიზს 200 ევროს ჩაგვერიცხავენ ანგარიშზე და აქ დეტალურად წერია ხვალინდელი დღის განრიგი. ნატომ ჩაიცვა თავისი მორიგი ახალიდან საცმელი
და იმზადება ახლა ფოტოსესიისთვის. ახლა მივდივართ საღამოს შოუზე. საღამოს საათებში ამდენი ხალხია და სოცხარი მუსიკა. ყველა ერთობა. გადაგვიხეს ახლა სურათები. ყველგან არის ფოტოგრაფები, რომელიც თავაზობენ ფოტოსესიას. ეს შემთხვევაში შეგიძლიათ ეს თავად ან იმეჯდან ან გამოგატანოთ ელექტრონული ვერსია. ფოტო გადაღების სერვისი უფასოა, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ აიღოთ ეს სურათი, სანამ არ გადაიქცეთ. ჯერზე ახლა არის მწვანე ფოთლები. მოვედით თეატრში, სადაც დაიწყება მალე შოუ. შემდეგ როგორც იქნა უმეტყველდი ახლა მოვედით თეატრში. ეს ნორვეგია საგამოს წარმოადგენს როგორც ერთბარს საოცრება და 100% რეკომენდაციას მიწკრუიზები აუცილებლად უნდა წამოხვიდეს თეატრში. ყოველდღე არის სხვადასხვა შოუ და შოუ გრძელდება 9 საათი. 9 საათი 15 წუთამდე და იმდენად ემოციური, იმდენად მაგარი, იმდენად ძალიან კარგი შოუა, რომ ყოველდღიურად და ალბათ ერთი თვეც გაგყვებათ ეს ემოცია. Welcome on board the MSC Grandiosa to all guests who joined the ship today. And tonight, a beautiful Spanish atmosphere on the stage with the music, dances, and wonderful costumes for all of you. Très bien, amazing.
buonasera, muy bien, bellissimo, se agoda. So thank you very much to everybody, ladies and gentlemen. Of course, see you tomorrow.